თითქმის 2 წელია ქალაქის ცენტრალური სტადიონის არქონის გამო ფოთის კოლხეთის საშინაო მატჩებს სხვა ქალაქში ატარებს. მშენებლობას თავიდან ტენდერში გამარჯვებული კომპანია New Contraction-ი ახორციელებდა, თუმცა არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, რის გამოც სტადიონის მშენებლობა შეჩერებული იყო. დავა კომპანიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შორის სასამართლოს გზით გრძელდება. რამდენიმე კვირის წინ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ფირმა ხიდმა გაიმარჯვა და პროცესი ისევ განახლდა. ამჟამად იქ დასავლეთ ტრიბუნის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი გაეცნო. აქ სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც მშენებლებმა თქვეს 1 ივნისისთვის დაგეგმილია სტადიონის იმ პირველი ნაწილის სამშენებლო პროექტის ჩაბარების, რაც არის დაკავშირებული ტრიბუნებთან მიმართებაში და ფოთის გუნდს უკვე საშუალება ექნება, რომ თავისი თამაშები ითამაშოს ფოთში. ჩვენ ახლა მოვინახულეთ მშენებარე სტადიონი და ვფიქრობ, რომ ზაფხულში, როგორც არის დაგეგმილი, ჩვენ გავხსნით სტადიონის აი ამ ნაწილს, რომლითაც ფოთელებს ექნებათ საშუალება ფოთის კოლხეთს ითამაშოს ადგილობრივ სტადიონზე. ლევან ყიფიანი ფოთის თეატრში გამართულ ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი წლევანდელი წელი გამოცხადდა ბორის პაიჭაძის მოგონების გახსენების და მისთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მის საყვარელ ქალაქში ფოთში გაემართა საღამო. თან რომელიც იყო ესეთი არაჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი საზოგადოება დაესწრო ამ ყველაფერს. ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის ოჯახისთვის და ალბათ ყველა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის აქაურის განსაკუთრებით. ლევან ყიფიანი დღეს რაგბის სტადიონზეც იმყოფებოდა. რაგბის სტადიონის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და როგორც დღეს გახდა ცნობილი დასრულებულ სახეს იგი აპრილის თვეში მიიღებს. რაგბის სტადიონი 2500 მაყურებელზე იქნება გათვლილი და მას კომპანია ატუ აშენებს. მშენებლობისთვის 3,5 მილიონ ლარი იხარჯება.